ჩემს გამომწერებს იმ მაყურებლებს, რომლებიც შემოგვერდებიან, ან მოგვიანებით უყურებენ ჩვენს ვიდეო ჩართვას. მე დავით ნემსაძე ვარ. დღეს მაქვს ჩართვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბატონი გოჩა ვეტრიაგოვი, რომელიც არის საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი, ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვინაიდან იყო პოლიტიკური დევნილი ჩემსავით და ამ იძულებამ სადაურსასაც წაიყვანთ, მოგიხსენებათ ქართული სიტყვა და მიუხედავად რომ ემიგრაციაში ჩვენ არ გვყარგავთ ჩვენ სამშობლოს, არამედ გული შეგვგივა მასზე, უთმობთ დროს ამ პოლიტიკურ მიმოხილვას, უпростоრად დღეს გვექნება გეოპოლიტიკური მიმოხილვა და მათთვის, ვისთვისაც ვინც არიან მსხვერპლი, ეგრეთ წოდებული ტელევიზიების პროპაგანდის, ვინაიდან ისინი ქცეულები არიან პოლიტიკურ ტრიბუნებად, ალბათ ჩვენი განხილვა, რა თქმა უნდა, ეს არის სუბიექტური აზრი, მაგრამ მაინც იქნება ერთგვარი ახალი ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდების წყარო, ვინაიდან არავინ არ მკიდებს ათხელს და არ მეუბნება ხვალ სამსახურიდან გაგაგდებ ამას თუ იტყვი და იმას თუ. მე დიდი ხანია გამომაგდეს სამსახურიდან, მათ შორის ქვეყნიდანაც, მაგრამ სიმართლის ლაპარაკს ვერ შევეშ. შეიძლება ერთგვარი სასჯელის არის ეს, მაგრამ რაც არის არის. მოგესალმებით ბატონო გოჩა. მოგესალმებით ბატონო დავით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, თქვენს მსმენელს, მივესალმები მთელ საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც საქართველოსის გული შესტკივა. მადლობ თქვენ, როგორი ამინდი გაქვთ ამერიკაში? ნუ, აცივდა როგორც იქნა მოვახერხე უკვე თბილი რაღაცის ჩაცმა, მაგრამ როგორც ვხედები, სადღაც შუა დღისთვის უნდა დაცხეს. აქ უდაბნო სამინდი არის, დილით 5-6 გრადუსი, შუა დღეზე 20-25 გრადუსი ალბათ. გისურვებთ წარმატებებს ბატონო გოჩა, დაუბრუნდეთ მოვლენებს, თქვენ მოგეხსენებათ ძალიან დიდი გადატვირთვის პირას დგას, გადატვირთვის, ნუ როგორ, ძალიან დიდი რისკის პირას დგას მთელი მსოფლიო. იმიტომ გლობალური სამყარო გაიჭედა, ისინი ვერ ნახულობენ გამოსავალს უკრაინის კონფლიქტში და ფრანგულ პრესაში წერდნენ, რომ პუტინის თქმით უკრაინა შეიძლება გახდეს მესამე მსოფლიო ომის მთავარ მოტივატორად და ძალიან სერიოზული ხედვა აქვს ამ ყველაფერთან მიმართებაში, ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ რა, ამერიკის შეერთებული შტატების უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელიც მანამდე აძლევდა უკრაინას საშუალო სიღრმეში მისაწვდომ რაკეტებს, ეგრეთ წოდებულ Storm Shadows და სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტებს, არ აძლევდა უფლებას, რომ გამოეყენებიათ რუსეთის შიგნით, მაგრამ ფაქტურად რაც წააგო მან და არც მიუღია მონაწილეობა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ რაც მისმა რეგენტმა ვერ გაიმარჯვა ამ პოზიციაზე და ვერ ჩაანაცვლა ის, ფაქტიურად ახალი პრეზიდენტი უნდა მოვიდეს თეთრსახში, მანამდე დაასწრო და ჩაუფურთხა საქმეში. მე ასე ვიტყოდი, ამას ჩემი ხედვა ესეთია და მისცა უკრაინას ძალიან მე ვიტყოდი პროვოკაციულად გამოეყენებია ეს რაკეტები. საპასუხოდ ამას მოყვა რუსეთის ფედერაციიდან ეგრეთ წოდებული რუბეჟის გამოყენება, რომელიც არის ნოვაციური ახლოს შორის ბალისტიკური რაკეტა, ეგრეთ წოდებული მატარებელი ატომური შეიარაღების, მაგრამ უკუბინოთ, რა თქმა უნდა, მოხდა ამის გასროლა რამოდენიმე 1000 კილომეტრიდან და ევროპამ და ევროპული წამყვანი ქვეყნების სახელმწიფოებმა, მათ შორის გერმანიამ პირველი შეცვალა რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში, უკვე მას არ აქვს სურვილი, რომ გადასცეს მისი ტაურუსის ტიპის რაკეტები უკრაინას, ასევე ის ლაპარაკობს, რომ გამოდის მოტივატორად, რომ ნატოსა და რუსეთს შორის უკვე კონფლიქტი. ახლა რატო გავაკეთე ესეთი წინა წამძღვარება, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის რო იყოს ცნობილი, მაინც რაზე გვექნება და თქვენი ანალიტიკა რაზე იქნება, თქვენი ხედვები ამ ყველაფერთან მიმართებაში და მოცემული რეალობა ანალიტიკის მიხედვით. თხოვთ. დიდი მადლობა დავით, ესე იგი საკმაოდ ვრცელი საკითხი არის, თანაც ისეთი, რომელშიც ცდილობს გაერკვეს მსოფლიო წამყვანი ინსტიტუტები. და ჩვენ თქვა ზედაპირულად შეგვიძლია გამოვთქვათ ჩვენი სუბიექტური აზრი. ნუ რაც შეეხება ბაიდენის, მოდი დავიწყოთ იქიდან ბაიდენი მიდის და პრეზიდენტი ბაიდენი მიდის და პრეზიდენტ ტრამპს დაუტოვა ძალიან დიდი პრობლემა, ასე ვთქვათ, ხო? ისევე როგორც მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა ბაიდენის მიმართულებით. ბევრმა არ იცის, რომ მაგალითად პრეზიდენტმა ტრამპმა ავღანეთიდან გამოიყვანა ჯარები
დატოვა 2000 კაცი, მერე ავღანეთის ხელისუფლების გვერდითაულით დაელაპარაკა ტალიბებს და მოაწერა შეთანხმებას ხელი საიდუმლოდ ავღანეთის პრეზიდენტის გვერდითაულით, ასე ვთქვათ. ნუ, მთავრობის გვერდითაულით მაშინ. და ბაიდენს დაუტოვა ის, რაც მოხდა მერე ავღანეთში, რომ იძულებული იყვნენ გამოქცეულიყვნენ იქიდან, იმიტომ რომ 2000 კაცი ჰყავდათ სულ დასაცავად და ყველაფრიანად და მოუწიათ, ვერც ხალხი წამოიყვანეს და ყველაფერი. ეს უბრალოდ ეხლა ბაიდენმა სამაგიერო გადაუხადა, ეს იყო და ეს მეტი არაფერი. მაგრამ სინამდვილეში ეთყობა. ხო, ძალიან პატივს სცემენ ერთმანეთს. და როგორ გოჩა ამერიკული ნაცკოცური ვარიანტია? კი, უფრო დახვეწილი ფორმებით, რა თქმა უნდა. თორე ადამიანი არსად არ იცვლება, ყველგან ერთი არის, რა მნიშვნელობა აქვს რა ენაზე საუბრობს. და მაგრამ ეხლა მეორე მხრიდან რო გადავხედოთ, ეს ყველაფერი ეგრე კი ჩანს გარედან ზედაპირულად ხალხისთვის, მაგრამ აქ არის გრძელვადიანი გეგმები, რომელიც იწერება და შემდეგი 20-25 წლის მანძილზე რა უნდა გაკეთდეს, როგორ გაკეთდეს, პატარ-პატარა კორექტირებებით მიდის. მაგიტომ ეს ყველაფერი ეს იყო წინასწარ, რა თქმა უნდა, კარგად დაგეგმილი ორგანიზებული სისტემა, რომელიც საათივით მუშაობს ამერიკაში. რაც შეეხება უკრაინასთან მიმართებაში, უკრაინას არასოდეს არ ჰქონდა, როგორ გითხრათ, შეზღუდვა დაერტყა რუსეთის სიღრმეში. არასოდეს. რატო თამაშობდა უკრაინის მთავრობა, რატო აკეთებდა მაგას, ვითომ არ გვაძლევენ და ვითომ ისა და ვითომ ესა, ეს ყველაფერი არის ზღაპარი, რომელზეც მერე ზელენსკის მოუწევს პასუხის გაცემა მომავალში. უკრაინის ხალხის მიმართ. მათ ჰქონდათ ეს ყველაფერი, მაშინ მათ ჰქონდათ ბრიტანეთის ხელისუფლების მაშინდელი ბორის ჯონსონიდან დაწყებული ნებართვები გამოეყენებინათ მათი რაკეტები, რომელიც 1000-მდე უდევთ იქა. უკვე 2 წელი გავიდა და ეხლა გამოიყენეს მარტო. კითხვა ისმის აქამდე რატო არ იყენებდნენ. და ელოდებოდნენ პოლიტიკურ პროცესებს, რომ ეს გამოეყენებიათ. არავითარ შემთხვევაში. ადა ქვეყანა არის ომში, გაქვს იარაღი იყენებ, მორჩა. აი თქვენი აზრით რატო გამოიყენეს ეხლა და რატო არ იყენებდნენ, იმიტომ რომ ისინი უყურებდნენ გლობალურ პოლიტიკას. რომ დაეძაბა განწყობები უკრაინასთან მიმართებაში, მხოლოდ კი, ბატონო დავით, მაგრამ 3 წელი უკვე მიდის ეს ომი. 3 წელი გავიდა ფაქტიურად და ეხლა ჩვენ როგორც მე 3 წელი მთავრდება უკვე, ხო? რაც არ უნდა იყოს, მათ ჰქონდათ ამის უფლება გამოიყენებინა. არავინ არავის შეუზღუდია, რატო არ იყენებდნენ? რატო ეს კითხვები ისევე როგორც როდესაც გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ჩაეკეტათ ხერსონის მიმართულება და ისინი იმათ პირიქით განაღმეს და გახსნეს და შემოუშვეს რუსის ჯარები და კიდევ ბევრი რაღაცეები, ეს უკრაინის მომავალ ხელისუფლებას და პარლამენტს მოუწევს გამოძიება. მათ უნდა ჩაატარონ და ისინი მოსთხოვენ პასუხს საკუთარ მთავრობას, თუ რატო იყო იგნორირებული რეკომენდაციები, თხოვნები, მითითებები, რატო იყო კორუფცია, რამდენი ჯერ კიდე დაფიქსირებული რაც არის, ყველა ლაპარაკობს 36 მილიარდი გრივნი მოიპარეს, ანუ სადღაც მილიარდი დოლარი სადღაც მოპარული აქვს, უბრალოდ გატანილი ქვეყნიდან. თაცნაობის ყოფილ იმას რო წაიყვან პროკურორის პირველ მოადგილეს და ჩვენ იცის მინისტრს ნაცებისას იქ წარმოუდგენელია კორუფცია არ იყოს. კი. თან ისეთი კორუფცია თან ომის პირობებში ამდენი ხალხი დაიხოცა 8 მილიონზე მეტი იძულებული გადაადგილებული პიროვნება არის და ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში და ეხლა ამ სტრატეგია ეს ასეთი ტრაგედია როცა გაქვს ქვეყანაში არავის ნებართვა არ გჭირდება იარაღის გამოყენებაზე. გააქვს ისვრი, მორჩა. და არც არავინ დაგადანაშაულებს და ბორის ჯონსონმა ბევრჯერ უთხრა, გამოიყენეთ, მაგითო მოგეცით. თუ არავითარი ნებართვა არ გჭირდებოდა და ის ზღაპარია ასევე თითქოს ეს ამერიკული სპეციალისტები უნდა რომ რაღაც კოდები შეიყვანონ და კორექტირება გაუკეთონ და ასე შემდეგ. ყველა სპეციალისტი ადგილზე ხა უკრაინელებს გაცილებით არანაკლებად მოსადებულები. 3 წელიწადში კი არა, 3 თვეში შეეძლოთ ეს მოემზადებინათ იგივე სპეციალისტები. გახსნილია ყველა კოდები, ყველა ესე იგი საჰაერო თავდაცვის მონიტორებზე, რაც აქვს ნატოს, იგივე აქვს იმას რა ქვია, უკრაინას. რაც ხედავს ნატოს თავდაცვის სისტემა, იგივეს ხედავს უკრაინელები და თავისუფლად შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ და არავითარი პრობლემა არ იყო.
ეს მაგრამ პრობლემა არის. მე ვფიქრობ დაუტოვოთ მათ და უკრაინელ ხალხს, იმიტომ რომ როგორც კი, რაღაცნაირად იცი განცდა აა, მაქვს, როგორც ჩვენ გამოვიძიეთ 2008 წლის ომი, ისე გამოიძიებენ ხო, მაგენ კი. კი, ეგენი, ნუ აი არ ვიცი ახლა რა იქნება ეს უკრაინელები გადაწყვეტენ თვითონ, მაგრამ ის რაც მოხდა, სანახევროდ არავითარი ამერიკელი პრეზიდენტის ბრალი არ არის, ნებართვას არ აძლევდა და ეს ყველაფერი ზღაპრებია. მაშინ რატომ მოისცემდნენ იარაღს, ხო? და ედოთ სკლემაში, საწყობებში 2 წელი არ იყენებდნენ და პლუს საკუთარი აქვს უკვე გაკეთებული 100-ზე მეტი ერთეული, რატო არც იმას იყენებენ. ნუ კითხვა ისმის რა სელოდებოდნენ. მე მშვიდობაში მოახმაროთ იმ საწყობებში იქ ო, უბრალოდ ფაქტი საპასუხო რეაქცია ამას მოყვა საკმაოდ რადიკალური. მაგი არაეფექტური იყო გეტყვით რატო ეხლა ბევრს გონია ახლა პროპაგანდა მუშაობს ისე რომ ეს არის რაღაც ნოუ-ჰაუ არავითარი ნოუ-ჰაუ ეგ არის ძველი რაკეტა უბრალოდ ერთი ნაბიჯი მოაძრეს მაგას და უბრალოდ დასჩა 2-3000 კილომეტრზე დაფრინავს მეტი არა და რაც არ უნდა იყოს ახლა მაგი კი საშიშია როცა ბირთვული ქობინი აქვს მაგრამ რუსების და ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს რატო იყო შეთანხმება ამერიკასთან მაგი არ არის აკრძალვასთან დაკავშირებით ან გამოშვებასთან ან გარკვეულ რაოდენობაზე მაგენი საბჭოთა კავშირს ჰქონდა პრობლემა ამერიკას პერშენგები რო ეყენა ევროპაში ისინი იგივე დანიშნულების იყო და ყოველთვის ჩამორჩებოდა იგივე როგორც ტომოგავკები თავისი პარამეტრებით ყველაფრით იმას მხოლოდ ერთეულები აქვს ბატონო დავით რუსეთს რა გააჩნია სულ 2-3 ერთეული ეგ არის სერიულ გამოშვებაში ეგ არც ქონიათ და გინდ გამოუშვან ეხლა მაინც არაეფექტურია და წამგებიანი იმიტომ რომ როგორც მაგას გააკეთებენ ეგრევე გაანათავსებ ფაქტი სახეზია რა ამ რაკეტის გასროლის შემდეგ ევროპის წამყვანი ქვეყნებმა არა მე ევროპის სამყარო ქვეყნებმა კითხვა უარი მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა იქ რა სიტყვიან ამას წვეთავს ამერიკაში პენტაგონი თუ გადაწყვიტეს რომ რახან რუსებს ეს უნდა ამათაც ხელფეხი ახსნებათ მით უმეტეს რომ ამ შეთანხმებიდან ამერიკელები გასულები არიან ტრამპმა გამოიყვანა მაგ შეთანხმებიდან რო იცოდეთ ეს ამერიკა და რუსეთს უნდა რომ ის ამერიკა დაუბრუნდეს მაგ შეთანხმებას იმიტომ რომ რუსეთი აგებს ამ შეიარაღებაში როგორც პარამეტრებით, ისევე რაოდენობით და შესაძლებლობებით, რაც მისი გამოყენების. და მაგიტომაც ეს რუსების ინტერესში არის, რომ ამერიკა ისევ დაუბრუნდეს მოლაპარაკებას, მაგრამ ამერიკას ეს შეიძლება არც აწყობდეს და მაგიტომ ეს იყო პრეზიდენტი ტრამპი, ვინც შეაჩერა ეგ შეთანხმება და გამოიყვანა ამერიკა მაგ შეთანხმებიდან რუსეთთან. ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა საპასუხოდ ამ რაკეტის გასროლა ახლა თვითონაც ზელენსკის პერსონა იმდენად არ არის საინტერესო მაგრამ ფაქტია რა ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მერე რაც ეს რაკეტა გაისროლეს ხო ზელენსკიმაც შეცვალა რიტორიკა კი, შეცვალა, მაგრამ მაგის გასროლა მაგი არ არის. აქ თავარია, აქ პრეზიდენტი ტრამპი როგორ მოიქცევა, რომელიც ჯერ ვერავინ ვერ გააკვირა როგორ მოიქცევა, მოკლედ რო ვთქვა. პრეზიდენტი რეიგანის აზროვნების ადამიანი რო იყოს პრეზიდენტი აქ. ეხლა უკრაინაშიც და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელები ეგრევე გაშლიდნენ საშუალო შორის რაკეტების ასე ვთქვათ, დანადგარებს, რომ მაგათ შეუძლიათ 2 საათში გაშალონ, როგორც კი ჩაიტანენ. მაგრამ ვის მოუტანს ეს სიკეთეს, ახლა რაც არ უნდა მსჯელობა წავიდეს იქეთკენ, რომ რუსეთი ჩამოშვა შეიარაღებით თუ ასე თუ ისე. რუსეთი თქვენ თუ გარედან შეხედავთ ამას, რუსეთი ცდილობს დააშინოს ევროპა და ამერიკა. დაშინების იმით. ვერაშინებს? აბსოლუტურად არ. თქვენ ფიქრობთ ასე, რომ გერმანიას არ ეშინია? არც გერმანიას ეშინია, არც საფრანგეთს ეშინია და არც ბრიტანეთს და არც ამერიკას. მაგი შემიძლია გითხრათ ზუსტად. უკაცრავად საფრანგეთი ატომური სახელმწიფოა და მას გააჩნია გარკვეული ატომური ბალანსი და მიტომ მაგრამ არ ამგონია რომ გერმანიას არ ეშინოდეს რუსეთის მიერ გერმანიის ტერიტორიაზე არის ამერიკული ბაზები განლაგებული, რომელიც აღჭურვილია ატომური იარაღით. იქ არის რაკეტები, საშუალოც, ავია თვითმფრინავითაც რო გადაიტანონ და ასევე სასტარტო იმასაც საშუალოს შორის რაკეტები არის განლაგებული გერმანიაში.
ესე რადიკალურად თავის გერმანია იმიტომ ცვლის, რომ ჯერ ერთი მათ სხვა პოლიტიკური პროცესებია გერმანიაში. შოლცი უკვე მიდის, მან ვერ გაამართლა, წააგო ყველგან ყველაფერი. ისევე როგორც სარკოზი აგებს საფრანგეთში ბევრ რაღაცას. მან შიდა პოლიტიკური საკითხებს წვეტავენ ეგენი თავისას და არა საგარეო. საგარეო საკითხები და მით უმეტეს სამხედრო პოლიტიკურს მან განაგებს ნატო. თქვენ დააკვირდით, რა განცხადებებს აკეთებს ნატოს გენერალური მდივანი. ეს არის მთავარი. და მე რა განცხადებები წამოვა ვაშინგტონიდან. ეს არის მთავარი სამხედრო საკითხებს რაც ეხება. თორე შოლცი ახლა როგორც გოგიტყა ეგ რომ ქვეყნის მმართველია ადგილზე და უბრალოდ შიდა პოლიტიკური კონექტურიდან გამომდინარე აკეთებს მაგ განცხადებებს. რეალობას თქვენს დააკვირდით, რამე შეიცვალა. არის რომ ყველა რო უკრაინაზე თავგადამკვდარი მეგობარია, უარი თქვა აგერ გერმანიამ რაკეტების მიწოდებაზე და ბატონ დავით, ომი როდესაც მიდის, ყველა ტყუის და იმახსოვრეთ ბატონ დავით, თქვენ გონიათ ან ნურასოდეს დაიჯერებთ, არც ერთი სიტყვა არ უნდა დაიჯეროთ, ვინ რა სიტყვის, ვინ რას დაწეს. ეს არის საინფორმაციო ომი, ეს არის ფსიქოლოგიური ომის ელემენტები და ზოგჯერ საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ერთდროულად გადაჯაჭვული. მაგიტომაც არც ერთ მხარეს არ უნდა დაუჯეროთ, უნდა დაიჯეროთ რა ხდება რეალობაში. შეხედეთ მოცემული სენტიმენტი, მოცემული რეალობები, რასაც უყურებთ, ხო? ნუ ნახეთ ჩვენ სამხედროები ვართ და ვიცით ეს. ისე როგორც ჩვენ ამერიკან პამპერსები მოგწვა მეორე 2008 წლის ომის დროს, ესეც ხო რეალობა იყო რა. სხვათა შორის მე გულახდილად გეტყვით იმას, რომ მაშინ კი გაუბრაზდი ჯარისკაცი ვიყავი და ბაზაზე ვიყავი და რუსის თვითმფრინავი თავში მირტყამდა იმბობს და ძალიან მაგარი გულზე მხვდებოდა, რომ ვერაფერს ვერ პასუხობდით, მაგრამ მე როდესაც მოვლენებს სხვა თვალით შევხედე და მივხვდი იმასაც, რომ გადამყიდველი მყავდა აქ არ არის პრეზიდენტად, ხო? მე მივხვდი თუ რატო არ იყო ისეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როგორც თქვა ამერიკას ისრაელის მიმართ აქ რა. სხვათა შორის აი მაგაშიც მეც ესე ჩანს უბრალო ხალხისთვის, უბრალო ადამიანისთვის, უბრალო იმის, მაგრამ სამხედრო გემის შემოსვლა ბათუმში არ იყო, არ არის ეს ომის დროს ასეთი გემის შემოსვლა დაუმარ ქვეყანაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პამპერსები და წყალი მოგიტანეს მარტო. ეს პოლიტიკური ნაბიჯი. ეს პოლიტიკური სამხედრო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რომელიც იყო აფრთხილებდა მოსკოვს, რომ არ გადაედგა ის ნაბიჯები და მაგ გემიდან თავისუფლად მისვლებოდა მოსკოვს, თავისუფლად. მაგიტომაც ეს იყო გაფრთხილება. და და არა პამპერსები, ეს სხვა ნაბიჯია. პამპერსები ეს ჩვენთვის და სააკაშვილისთვის, მაგრამ არა იმისთვის, რა ქვია, სამხედრო პოლიტიკური კუთხით უნდა შეხედოთ ცოტა გლობალურად. რა ასეთი გემის ხალხი გამოვიდა, რა ხდებოდა ეშმაკმა ის. კი, ასეთი გემი რა არის ისა, რატო შემოდის, მაგი გემი მარტოკა არ დადის, პლუს ავიამზიდი სად იდგა მაშინ. და ასევე სპარსეთის ყურეში რა ხდებოდა. ეს სპარსეთის ყურიდან თავისუფლად წვდება ურალსაც და მოსკოვსაც და არხანგელსკსაც და მურმანსკსაც, რო იცოდეთ. მაგიტომაც ეგ თქვენ უნდა შეხედოთ გლობალურად რა ხდებოდა უკვე მაშინ და მაგიტომაც დაიხია უკან პუტინმა და არა იმიტომ რომ სააკაშვილმა და იმათ რა ქვია მოაწყეს დიპიტაური რუსთაველზე. ბატონო გოჯა, ეს მოვლენები როგორ ხდება და როგორი ანალიტიკით უნდა მიუდგე, მაგრამ ძალიან ბევრი მაყურებელია, რომელიც ბევრ შეკითხვას კომენტარს აკეთებს შემდეგ და ამიტომ ჩემი თავარი მიზანია მე გამოწვევა გავაკეთო თქვენი რომ თქვენ გვეცნობიერად უპასუხოთ ამ შეკითხვებს, იმიტომ მე ვერ დავდგები აქ და კლასიკური ჟურნალისტიკის მიხედვით ვერ დაგისვამთ იმ შეკითხვებს, რაც საზოგადოების ფართო მასებს აინტერესებს. ესმით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ალბათ მე ჩემი შეხედულებებიც მაქვს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან მიმართებაში, ეს არის გარკვეულწილად ეს არის გლობალური ომი, ეს არის არა მარტო საინფორმაციო ომი, ეს არის ეკონომიკური ომიც და მთელი ეს როგორ გითხრათ, შემადგენლობა მოიცავს ამ ომის სხვადასხვა სახეობებით, თქვა პოლიტიკური მიზნების მიღწევას. ეს არის ხო დასმული ამოცანა. ეს არის პოლიტიკის გაგრძელება უბრალოდ. რა თქმა უნდა, ამბობენ რომ როდესაც ხდება პოლიტიკური პროცესები ჩიხში შედის, მაგრამ დღევანდელი სწორედ მაშინ კეთდება პოლიტიკა, როდესაც რა თქმა უნდა, ესეა. ასე იყო საუკუნეების მანძილზე სამწუხაროდ ადამიანი
ვერ განვითარდა იმ დონეზე, რომ რაღაც კომპრომისი. არა და პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება. და არა ისა, რომ მე ვარ მართალი და უნდა თქვენ მოკლათ. ეგრე არ არის. მართლა აგერ შეხედეთ ახლა როგორც არ უნდა იყოს ახლა მაგალითად ამერიკა ავიღოთ მაგალითად, ხო? დემოკრატების საფინანსო ინსტიტუტები რაც აქვს, ესენი არიან ეს საფინანსო ინსტიტუტები, რომელიც მთელ მსოფლიოში, ასე ვთქვათ, წვეტავენ ეკონომიკურ საკითხებს, მაგრამ ამათ თავში აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ტრამპი უნდა დაეჭირათ და და ნახეთ, დაჭერაზე ხონდა საქმე, ხო? ამდენი საქმე აქვს აღძრული, მაგრამ არ გააკეთეს, რატო? იმიტომ კომპრომისები ასევე ხალხის ინტერესებს ინდა თუნდაც ეს იყოს ნაკლები, უნდა გაითვალისწინო, ხო? და მაგიტომაც ეს შვენიერი მაგალითი არის, როგორ მოქმედებს პოლიტიკური ორგანიზაციები, უკვე, ასე ვთქვათ, გამოცდილი და გამოცვლილები. რომელი ნაკლები ბატონო გოჩა, ის კაცი ამერიკის პრეზიდენტი გახდა მაგ და ფაქტია, ეხლა ვიღაცა შეიძლება ინფორმაციულად ებრძოდა და პრორუსსაც კი უძახოდა და მე არა, პრორუსია ტრამპი ნამდვილად არ არის, თუ დააკვირდებით, რაც გაუკეთა მან რუსეთს, მისი პრეზიდენტობის დროს. აუკრძალა დახურა ჩრდილოეთის ნაკადი ერთი. უკრაინელებს მიაწოდა ესა ჯაველინები და რა ვიცი, სხვა იარაღი კიდე, რომელიც არ არის აფიშირებული. მე მეორე კიდე. გვარამიას რო კითხო და სააკაშვილს. ტრამპი ყველა რუსი პრეზიდენტი. ხო, საქართველოს მიმართებაში პრეზიდენტი ტრამპი იყო, რომელმაც გამოსცა კანონი, ვინც აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეგრევე უწესებს სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატები. და ფინანსური დახმარება უწყდებათ. ეს ტრამპი იყო. ეს ბევრს დაავიწყდა. ახლა კიდე ერთი შეკითხვა და ყველაზე მნიშვნელოვანი რა. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაც ხდება ეს ეგრეთ წოდებული თამაში რაკეტებით, ხო, ასე და არ გინდა რაც გინდა ის უწოდი ამას, ხო? გარკვეულწილ დაძაბულობის ელფერს მატებს მსოფლიო გეოპოლიტიკურ თამაშებს და ნაცვლად იმისა, რომ გამოსავლის პოლიტიკა იქნას ნანახი ჩვენ ქვეყანაში ვამბობ უკვე საქართველოში ესენი აგრძელებენ იდიოტიზმის თამაშს, საერთოდ დასრულებულია საქართველოში ოპოზიცია, როგორც ასეთი, მისი კლასიკური გაგებით, რომ არსებობს ხელისუფლება, არსებობს ოპოზიცია, ოპოზიციის ფუნქციები, ხელისუფლების ძირითადი პოსტულატები, ხელისუფლება გავწიოთ ამ ეტაპზე, მოდით ოპოზიცია თავისი კლასიკური იდეით მკვდარია საქართველოში, იმიტომ რომ ფაქტიურად ვერანაირ დონეზე ვერცერთ სოციალურ კლასში ვერ ნახეს მხარდაჭერა. ვერ ნახეს ურთიერთ ვერ გამონახეს ენა სალაპარაკოს დეზორიენტირებულები, დახარბებული პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ ტაბუდადებულ სკამზე იქ ვერავინ ვერ ბედავს შესვლას. აი ამასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, თქვენი შეხედულება გეტყვით ბატონო დავით, მაგასთან ადრევეც გქონდა ეგ, ჯერ კიდე 2019 წელს ვცდილობა რომ რაღაცა გავუკეთებინა ჩვენ ყოფილ სამხედროებს, ყოფილ თანამშრომლებს, პატრიოტ ადამიანებს, როდესაც გული შეგტკივა, არა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა იმ რა ქვია, ხალხი ვძარცვოთ. ეხლა მანდ პრობლემა რაში არის? აი მე მითხარით ბატონო დავით, რატო დახარჯავთ თქვენ მილიონებს საარჩევნო კომპანიაში? რომ 5000 ლარიანი ხელფასი გქონდეთ? მანდ სხვის ინტერესებს ითვალისწინებენ. ყველა მხარე სამწუხაროდ საქართველოში ვერანაირი პარტია ვერ ჩამოყალიბდა და სახელმწიფო მმართველობა და დამოუკიდებლად რაც კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდებიდან, როგორც ეს ზედგამსახურდია, და იმის მერე ხელისუფლება გადადის მემკვიდრეობით. სხვადასხვა სახის ფორმებით და ასე ვთქვათ, პოლიტიკური დიპიტაურით, ასე ვთქვათ. ნეოფეოდალი. იმიტომ რომ ვერ ჩამოყალიბდა საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტიები. იყო, თავიდან იყო. 90-იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტ გამსახურდია რომ იყო, მაშინ ჩამოყალიბდა თქვათ ეს იყო, არის სხვადასხვა პარტიები იყო, იქ მრგვალი მაგიდაც იყო, იქ გიაჭანტურიაც იყო, იქ იყო მართლა კოლორიტები, ასე ვთქვათ, მაშინდელი ძალიან ინტელექტუალური დონის ადამიანები, რომელიც ნელ-ნელა აყალიბებდნენ, არ იყო ახლა იდეალური.
თქმა უნდა. აყალიბებდნენ, მაგრამ ვერ მოესწრო, იმიტომ რომ გამსახურდია დაამხეს, გამოაგდეს პრეკანონიერი ხელისუფლება და წამოვიდა ხუნტა და ხუნტას რა უნდა, როცა უკანონოდ მოდის ხელისუფლებაში ხუნტა ადამიანები, ისინი აგრძელებენ მთელი მათი მოქმედებები არის უკანონობა. და იქიდან დაწყებული რო ავიღოთ რეალობაში იურიდიულად, არც ერთი ჩვენ კანონიერი ხელისუფლება არ ყოლია. არ ვიცი, შეიძლება რაღაცა 95 წლის კონსტიტუციის მიღების მერე რაღაცაზე შეთანხმდნენ, როგორც პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეები, ასევე მაშინდელი შევარდნაძის მთავრობის მომხრეები, არ ვიცი, მე უბრალოდ არა ვარ იურისტი, მაგას ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტიურად ჩვენი ხელისუფლება იცვლებოდა მემკვიდრეობით. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ასე თქვა გადასცა ხელისუფლება სააკაშვილს, სააკაშვილმა იძულებით გადასცა ხელისუფლება ივანიშვილს და ივანიშვილი, ეხლა სიმართლე გითხრათ, არც მას ეხატება გულზე მანდ ყოფნა, მაგრამ იძულებულია იჯდეს იქა, იმიტომ რომ სხვაგან გასაქცევი მას აღარ აქვს, გამოსავალიც აღარ აქვს. ვის უნდა გადასცეს? აი მითხარით თქვენ. ვის უნდა აი რა მინდა რომ საქმეზე რომ დადგეს ბატონ დაიქოდე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არანაირი გეგმა არ გააჩნია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვის მარტო ლოზუნგები დინფიტაური მე შენ 1000 ლარიან პენსიას მოგცემ იქ კაზინოს ავკრძალავ იქ გზებს გავიყვან უცოლოებს სამ-სამი ცოლი და უქროებს სამ-სამი ქმარი და всё აი ესეთი იმეები დადიან და მე გვიკვირს ჩვენა რატო არიან ესენი რატო არ აძლევენ ვინ მისცემს ხმას მათ მაგიური სიტყვა შერუსეთუმე ხო ეს უკვე ისა რა ქვია ცირკის ერთ-ერთი მომენტია კიდე მაშინ თუ რამე თქვი ქართული პატრიოტული ესე იგი შენახარ რუსეთუმე თუ თქვი რაღაცა ისეთი ესე იგი შენახარ LGBT-ს წარმომადგენელი და მორჩა ერთმანეთს აი ესეთი რაღაც აი ტრამპი დონე ორღობის დონის პოლიტიკაც არ არის. აი ესა დუმბაძის ილიკო და ილარიონი უფრო დახვეწილი პოლიტიკოსები არიან, იმათაც და სოფლიო ხედველობის ასე ვთქვათ. ეხლა მათ შეეკითხეთ ჩვენი ადგილი სად არის ამ ორომ ტრიალში, რომელიც ჩვენ გარშემო არის, ხო? რატომ არის რომ ჩვენი იმის მაგივრად რომ დასვან კითხვა, რატომ არის ჩვენი ჯარი დაუზრუნებული? რატო არა გვაქვს თავდაცვა? რატო არის რომ სახელმწიფო უსაფრთხოება გახდა იმისა, რა ქვია, რომელიღაც მაღაზიის დაცვის თანამშრომლებით გატენილი და წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებენ. რატომ არის რომ ამდენი უკანონობა ხდებოდა, ხედელობაში მაქვს ფულის დატაცება, მოპარვა, კორუფცია, რო არ აღიკვეთა, რატომ არის აქამდე ეს? თუ რამე გაკეთდა საქართველოში არის აზიის ბანკის დაფინანსებული, ამ სოფლიო ბანკის დაგესასება. იმ გზები და ისინი რაც არის მათ გაკეთებული. საქართველოს ერთი კაპიკი არ ჩაუდია მათ. არც ერთი კაპიკი არ ჩაუდია საზღვაო ინდუსტრიის განვითარებაში. ერთი კაპიკი მეხედავში თეთრი ასე ვთქვათ. არ ჩაუდია საქართველოს ხელისუფლებას ავიაცია, ავიაგადაზიდვებში. არაფერი არ გაუკეთებია, რომ რკინიგზის გადაზიდვები განვითარდეს. ინდუსტრია 0. 0, ხო, ელემენტარულად, რომელ ტურიზმზე მელაპარაკები, როცა საკანალიზაციო სისტემები არ არის დაბა ქალაქებში გაკეთებული. ზუსტად. ხო? არ არის მარტო ტელეფონები და ინტერნეტი ხო არ არის, აი რაღაცნაირად ის რო არის გაყვანილი, მაგრამ ჩვენ ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნია, გამიგეთ? აი ესა მაგაზე არავინ, აი კარგი ასე თქვათ რუსული სიტყვა ხაზეისტვინიკი, ასეთი მიდგომა არ ქონიათ ქვეყნის მიმართ. ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, რომ აი ემიგრანტები უნდა წავიდნენ, ფული აგზავნონ, ოჯახებს ხო შეინახავენ და ჩვენ კიდე გავკვიდით, შემოვიტანთ შაქარს, ყველს, იმას, ყველაფერი ქვეყანა იმპორტის ნემსზე დასვეს ნარკომანივით. ზუსტად. და მონური შრომით მოპოვებული ფული, ემიგრანტის მონური შრომით მოპოვებული ფული ჩვენ ვიხდით და მაგ ნაბიჯრებს ვინახავთ. აი პირდაპირ ამ სწორს მნიშვნელობით. ბატონო გოჩა და შიგნით რაც არის გაკეთებული, აი ბაზონ დავით, კიდევ ხმასკაუზე, რაც კი გაკეთებულია შიგნით საქართველოში, ეხლა ან USAID-ით არის დაფინანსებული, ან აზიის განვითარების ბანკი, ან იაპონიის იმპერატორის ფონდი, ან სოფლიო ბანკი, ან სავალუტო ფონდი. ამათი კრედიტებია. ფონდით რატო იწურებით ბატონო გოჩა? ბიძინა ივანიშვილმა აგვაშენა და ბიძინა ივანიშვილმა მოკეს 16 თაყვაიშვილად ცნეს ეს კაცი და ნუ დაუკარგავთ რა ნუ იქნება.
ანუ ყველა ადამიანს რა აქვს რაღაცა გაკეთებული ბატონ დავით. კი, არ შეიძლება მართალია, მაგრამ მე უმრო ვისურვებდი, უნდა მე ვისურვებდი, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაირი შესაძლებლობის ადამიანები ფინანსური ბევრი იყოს საქართველოში. მე ვისურვებდი. ბატონო გოჩა, მაგრამ სახელმწიფო უნდა იყოს, სახელმწიფო იყოს თავის. უკაცრავად ერთი წუთით მე მაგას ვისურვებდი, იმიტომ რომ რაც უფრო მაგნაირი ადამიანები ბევრი იქნებიან საქართველოში, რომლებსაც ექნებათ გაურკვეველი შემოსავლიდან მიღებული ასეთი ძალა, მე ხდება ის, რომ ანუ რა თქმა უნდა თქვენ მე ვიცი რაც იგულისხმეთ თქვენ, მაგრამ ფართოდ გავშლი ამ თემას. ჩემთვის ტრაგედია იყო რა აი გეტყვი, ხო მაგრად ვერ ვიტან ანადოლიძეს, ხო მაგრად ვერ ვიტან ხაზარაძეს, ხო მაგრად ვერ ვიტან გვარამიანს. აი ეგენი საერთოდ მე ქვეყნის მტრებად მიმაჩნია, მაგრამ იცით ყველაზე მეტი უბედურება რა იყო? რომ შევხედე ერთი კაცის პარლამენტს რა. და შეშინებული. იცით რა დონეზე შეშინებული? ახლა ჩვენ კარგი ნათქვამია, რა ვინც ჯარში არისო, ნამყოფის ცირკში არ დადისო რა. გავი. ჩვენ ავით ჩვენ წლები ვიყავით ჯარში და წესი და ახლოსაც არ უნდა გავეკაროთ ცირკს, მაგრამ აი ამ კლოუნადას რო შევხედე, როგორ აი ესე რო იყურებ, მიმიკას ვერ დავხედებ ზუსტად. ეს ბატონო დავით. შინებული, აი ეს არსება, აი იცი რა არის, აი გეტყვი პირდაპირ რა. ალბათ ისეთ დიდ მწერლებს როგორც საქართველოში ოტიაიო სელიანია რა. ალბათ როგორც იტალიაში ჯანი როდარი იყო, ხო, ესეთი კლასიკოსი, ხო? მაგათაც კი გაუჭირდებათ. აი ესეთი ტრაგიკომიკური სცენარის ასახვა, რაც ქართველ ერს თავზე დაგვატყდა. ტიპმა იმხელა ვერ გაიაზრა, რომ აი თუნდაც აი იცით რა დონეზე დაეშვა ბოლოს? აი ინჯგია რო ყავდა ვიღაცა ფეხფეხზე მომხანი ბიჭი, იქ ვიღაცა მრგოშია რო ყავდა, ასე რომ იმას პალმის ტოს რო დაუქანება, ისიც კი არ შეირჩინა და მარტო მივიდა პარლამენტში და მარტო დაჯდა. და თulis რო თვითონ ყველაფერი, აი რა იცის ხელისუფლება, ბატონო გოჩა. იტალიელებს ძალიან ძლიერი კულტურა აქვს ზოგადად პოლიტიკური ცხოვრების და მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია და სწორი პოლიტიკური ღერძი, რაზეც დღეს დემოკრატია დგას, არის რომაული მემკვიდრეობა და ესეთი ცნობილი პოლიტიკოსი მოაზროვნე იყო თქვენ მოგეხსენებათ ნიკოლო მაკიაველი და მაგან კარგად ასახა თავის ნაწარმოებში მთავარი, რომ ძალაუფლება ყნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყნის. ახლა მე რასაც შევხედე, ეს არის ცოდვებით შეპყრობილი ხელისუფლებაში მოსული ნაძირალა, რომელსაც არავინ და არაფერი არ მიაჩნია საკუთარ თავზე მაღლა. ამაზე დიდი უბედურება ჩვენ რა უნდა გვჭირდეს. კი, მას ეს ტრაგედია არის, ბატონო დავით, რაც მოხდა გუშინ პარლამენტში. ეს ქვეყნის ტრაგედიაა და ეს უყველას ბრალი არის. ეს არ არის მარტო ერთი კაცის ბრალი, ან ორი კაცის ბრალი. ეს შეუძლებელია ერთმა ორმა კაცმა შეძლოს ამდენი გულგრილოი ადამიანების, პლუს ის იმ ადამიანების ბრალია, ვინც მის გარშემო არიან, რომელიც უყვებიან, რომ ყველაფერი კარგად არის და აგერ რაღაც მარგინალი აგენტები და მტრები ჩვენ გვებრძვიან. და ის იმათ თავი გამოხავთ ქვეყნის გადამრჩენებლად და მშვიდობის მომტანება და აბა ომი გინდას ძახილით ხალხის დაშინება და იმიტომ რომ სათქმელი არც ერთ მხარეს და არც მეორეს არაფერი არის. რატო იცი რატომ არა აქვს სათქმელი არც ოპოზიციას და არც ასე თქვა თავრობას. ეგენი ერთი მასზე დგანან, ერთ ნავში სხედან. ერთი ლიბერალური მნავი არის ესა მათი. ეკონომიკური, ფინანსური არის საფუძველი მაგაც არაფერი ხალხისთვის სათქმელი არა აქვს. მარტო ერთადერთი რომ აი დაიყვანოს ორღობის დონეზე შენ ისეთი ხარ, შენ ასეთი ხარ და არაფრის ცვლილება არ უნდათ. როგორ შეიძლება რომ ყველა ბანკი საქართველოში იხდიდეს ჯარიმას, იმიტომ რომ საკუთარ თანამშრომელს ხელფასი არ გაუზარდოს. კონკრეტულად და უფრო დეტალურად რო ისაუბროთ ამაზე. კი, ესე იგი, მოგებას რომ ნახავს ბანკი და თანამშრომელს აქვს 600-700 ლარი გინდა 1500 ლარამდე მაქსიმუმ, იმას მილიარდი აქვს მოგება, მინიმუმ ხელფასი რაღაც პროპორციულად უნდა გაუზარდოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. შეუძლება, მაგრამ იხდიან ჯარიმას 6 მილიონ ლარს თუ საქართველოს ცენტრალური, რა ქვია, ბიუჯეტის სასარგებლოდ, რომ ხელფასები არ გაუზარდოს საკუთარ თანამშრომელს. და ყველა ბანკი. ნუ პროპორციულად ზოგი 6 მილიონი, ზოგი რაღაც, რა ვიცი, ყველა სალსალკია, მაგრამ ყველა იხდის.
ანუ როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი, მას შორის ივანიშვილის ბანკიც. როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და შენი ხალხი და შენი სამშობლო, რომ მზადა ხარ ჯარიმები იხადო, ოღონდ ხელფასი არ მისცე და ხალხი მათხოვრის დონეზე გყავდეს. და მე იძახი, რომ მაშინ გამოვიდა, რომ საქართველოში ესე იგი ივანიშვილი იძახდა, რომ აი სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხი ბეჭავი იყოს. და თვითონ რას აკეთებს, იგივე გააკეთა, იგივე გააგრძელა. რაც გააკეთა, თავისი ფული დაიბრუნა, რაც საართვეს, თავის გარშემო ვინც იყო ხალხი, იმათ დააკმაყოფილა და 10,000 ბიზნესმენი და გაძარცვული ადამიანი, იგივე როგორც პოლიტიკური დევნილები და ესენი, ჩვენ დავრჩით, ასე ვთქვათ, გარეთ. არაფერი დახმარება, არც სამართალი, არც კომპენსაცია, არც არაფერი. და პლუს კიდე ეს დამნაშავეები თავისთან დაიღე. ეხლა შეხედეთ 75% პარლამენტში ვინც ის ეს არის ყოფილი სააკაშვილის მთავრობის ისა რა ქვია, წევრები და პარტიის წევრები აქტიურები თან კიდე. პაპუაშვილი ყოფილი ნაცი. პარლამენტის თავმჯდომარე არის ყოფილი ნაცი. ხო, მნიშვნელობა არ აქვს ნაცისთვის, მაგრამ ეს ფაქტი არის, ხო, შენ არ გამოიძიე წინა 9 წელი, რომ ვის ებრძვი? მაშინ რომელ ნაცებს ებრძვი, რომელიც გვერდზე გიზიან თუ რომელებიც ქუჩაშია. ქუჩაში ვინც არიან, ისინი უფრო სუფთენი არიან, სიმართლე გითხრათ, ბატონო. სუფთენი არიან, უმეტესობა. და ის, ვინც გირგვლიანის საქმეზე იყო, ის, ვინც სხვადასხვა უსგავსო საქმეებში იყო ჩართული, გინდა პროკურორის დონე, გინდა მოსამართლე გინდისა, ყველანი დაწინაურებულები არიან. ვის უნდა უჩივლო? და საკუთარ თავს რაჯიან ესენი? ანუ უსამართლობა დარჩა, სამართლიანობა არ აღსდგა, ეკონომიკა არ აღსდგა. 200,000-ით მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან. არაფერი არ გაკეთებულა იმ კუთხით, რომ ადამიანის ბედი შეიცვალოს. ან იმედი მაინც მიეცეს, რომ რაღაცა მის შვილს რაღაც პერსპექტივა ექნება. არც ეგ გაკეთებულა. მარტო ლანძღვა გინება, აი 12 წელი როგორ შეიძლება ერთი და იგივე ილაპარაკო. იმან ეს დაიჭირა, იმან ეს გააუპატიურა, იმან ეს უქნა, იმან ეს აქნა. კი ბატონო, მაგრამ შენ რას აკეთებ? შენ რას აკეთებ, რომ უკეთესად იყოს ქვეყანა? გზებს, აი გზების რემონტი და აი რაც კეთდება, ეს არის მსოფლიო ბანკი, კიდევ მეორე, აზიის განვითარების ბანკი, ყველაფერი და შენ რას აკეთებ? კითხვა დაიწყო ჩვენი გამომწერის მხრიდან 90-იანებში გეთანხმებითო, მაგრამ იქნებ ახლა ისაუბროთ იმ გამოსავალზე, როგორ უნდა გამოვიდე თუ ამ პროცესებიდან და რა არისო იმისთვის საერთოდ აიხლა, კი, მესმის, აი მოკლედ გეტყვით, მაგრამ ძალიან მარტივი არის. ჩვენ 90-იანები გავიარეთ და ვიცით რა არის რევოლუციები და ვიცით რა არის გადატრიალებები. გადატრიალებაც ვიცით რა არის. 92 წლიდან მომდევნო, რაც მოიტანა გადატრიალება. და ვიცით რევოლუციას რა მოაქვს კიდე. და თუ გვინდა იგივე გზას გავიაროთ, შეგვიძლია გავიმეოროთ. ან მეორე გზა არის. ეს არის ევოლუციური გზა. ერთადერთი გამოსავალია, ვინაიდან ჩვენ დემოკრატია არ გაგვაჩნია და ეს დემოკრატია არის კუსტარული დემოკრატია. ქვია ეს ტერმინია კუსტარული დემოკრატია, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს პარტიებს, რომ დემოკრატიული პროცესებს მისცეს ბიძგი. და სამწუხაროდ ისევ იმ დონეზე დავრჩით. ეს ობიექტური მიზეზია, არავის არ აქვს ფული, გასაგებია. მაგიტომ სახელმწიფო იღებს მაგის იმას, რა ქვია. ერთი წუთით ხო და როდესაც რაღაცა ერთი წუთით ბატონ დავით ხაზე იყავით? ერთი წუთით აქა ვარ, აქა ერთი წუთით რაღაცა ის არის. ვაიცადე რა კავშირია. ერთი წუთით დამაცადეთ, მაპატიეთ. ჩვენ გელოდებით ხაზე ვარ, ბატონო გუჩა, გელოდებით ყურადღებით. ოკეი. აგერ ხლა როგორ არის? ხო, მაპატიეთ. მაგიტომ ჩვენ ერთადერთი გზა გამოსავალი აქ არის ადამიანები, რომლებიც არიან ჩართულები ამა თუ იმ საქმეში, პოლიტიკურ საქმიანობაში, ოპოზიციაში, გინდა თუ იქა, უნდა შევიდნენ პარლამენტში და პარლამენტში გააგრძელონ. ევოლუციური გზა არის გამოსავალი ჩვენი, ბატონო დავით. კი ბატონო, წავაჭერეთ თავი ივანიშვილს, ვინ უნდა მოვიდეს? წავაჭერით თავი ოპოზიციას, ითევეს დარჩება. ანუ ჩვენ რაც გვაქვს, იმასთან უნდა ვიმუშაოთ. გარაში რა ინსტრუმენტებიც გააქვს, იმ ინსტრუმენტებით აკეთებ მანქანას, ხო? არ გარბიხარ იმაში მაღაზიაში და არ იღებ კრედიტებს, რომ კიდევ სხვა ახალი ინსტრუმენტი აიღო. იმიტომ რომ რაც გააქვს, იმას იყენებ. მაგიტომაც ჩვენ შემთხვევაში ჩვენ რაც გვაქვს, იმასთან უნდა ვიმუშაოთ და დაიხვეწოს და უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ საქმეში. სხვა გზა არ არის. მაშინ კი ბატონო დავამხოთ და რევოლუცია მოვაწყოთ.
დავიჭიროთ, დავხრიტოთ ყველანი და დავიკმაყოფილოთ, გული მოვიფხანოთ, ხო? ან რევოლუცია გავაკეთოთ, ან სამხედრო გადატრიალება მოვახსოვოთ. არც ერთი არის გამოსავალი, არც მეორე. ევოლუციური განვითარება ერთადერთი გზა არის, ბატონო დავით. სხვა გზა არ არის. თან კიდევ უნდა დაუკვირდეთ, რომ ჩვენ გარშემო ომი არის. გაქანებული ომი არის, ეკონომიკური, ფინანსური, გინდა სამხედრო კონფლიქტები გვინდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რა ხდება. წარმოიდგინეთ გემი მიდის ზღვაში, გარშემო მეკობრეები დარბიან, ეძებენ ვინც საგლიჯონ რამე და შენ კიდე გაურკვეველი გაქვს, ვინ იქნება კაპიტანი და ვინ ბოცმანი და ვინ მატორისტი და ასე შემდეგ. ვერ გაგიკვევია. გამიგეთ, იმ გემს რა მოუვა? დაეპატრონებიან მეკობრეები, მორჩა. და რომ მეკობრეები არ დაეპატრონონ, მან უნდა გულწრფელად უნდა დაგისვათ ერთი შეკითხვა, ხა ივანიშვილის გასაგებია პარლამენტში საძაგლობა იყო, ამას ყველას დავეთანხმები, მაგრამ იქ თუ გვარამია დაждდება, უკეთესი გახდება იქაურობა ბატონო. არა, მაგრამ რაც გაქეგარი, უკეთესი არ გახდება. არავითარ შემთხვევაში უკეთესი არ გახდება, მაგრამ ევოლუციური გზა ამერიკა სანამ მოვიდა, მაგალითად ამერიკაში ხო არის დემოკრატიის შუქურა, მსოფლიოსი. ქალებმა ხმის მიცემის უფლება ვირჯინიაში მიიღეს მხოლოდ 60-იან წლებში. შავკანიანებთან ერთად. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველაფერს თავისი პროცესი აქვს. ერთ დღეში ქვეყანა არ შენდება, ბატონო დავით. ეს ჩვენთვის არის ეს მთელი ცხოვრება, მაგრამ ქვეყნისთვის ეს 3 წუთია, 3 წამია. მე მესმის, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო ინსტიტუტები რა. მე მაგალითად გულახდილად გეტყვით რა ნეხვიც არ უნდა იჯდეს საქართველოს მთავრობაში. ამას ექნება ნაკლები მნიშვნელობა, თუ ერი იქნება თვითონ ერთიანი, ძლიერი, შეძლებს კონსოლიდაციას და იძულებას ხელისუფლების იცხოვროს ისე და აკეთოს ისე, არა როგორც მას უნდა, არამედ როგორც ხალხს უნდა რა. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ამერიკელი ხალხის ძალაც ეს არის, არა ხელისუფალი მისი, არამედ სამოქალაქო საზოგადოება. პოლიტიკური თვითშეგნება უნდა განვითარდეს. ადამიანი ჩემი ხმა არაფერს წვეტავს. ჩემი ისა არაფერს აი ნიჰილიზმი უნდა ამოვაგდოთ. საკუთარ თავში პირველ რიგში რა ყველა რაღაცას წვეტავს, ყველა რაღაცა შეუძლია. შენ სახელმწიფოებრიობად უნდა იაზროვნო, ყველა ადამიანმა უნდა იაზროვნოს. ერთი ადამიანი კი არა სტალინი და დავით აღმაშენებელი ერთად რო ადგეს, ეგრე ვერაფერს ვერ შეცვლის, გამიგეთ? მაგიტომაც ეს რთული არის, ბატონო დავით, ეს მაგის გაგება, რა თქმა უნდა, რთული, იმიტომ ჩვენი ცხოვრება არის. და სანამ ეს ცხოვრება იქნება ასე, სანამ ჩვენ ასე ვიქნებით, სანამ ეს დაპირისპირება იქნება, ქვეყანა არ დასტაბილურდება, ინერგება ნიჰილიზმი, ხალხი გამოქცევაზეა. მე ოსტინში ვცხოვრობ, მარტო გავიყავი, 2-3 ადამიანი, მეტი არავინ. ეხლა ასე მეტი ოჯახებით არიან ჩამოსულები, ბატონო. საქართველოდან გადმოსულები. ეს საშინელება არის ქვეყნისთვის, კაცო. მე ვის ვიწოვებთ ქვეყანას? საით მივდივართ? ანუ ჩვენ წიაღში უნდა აღმოცენდა, უნდა მოვძებნოთ, ასე თქვათ. როდესაც სანთელი არ არის, თქვენ უნდა გახდეთ სანთელია, ძველი გამონათქვამი, ხო? სიბნელეში. მაგიტომაც ერთადერთი გამოსავალია ხალხი, საზოგადოებაში ვინც გამოჩნდება ადამიანი, მოусმინეთ იმ ადამიანს, მოусმინეთ ის რას ქადაგებს, რას ლაპარაკობს. იმას კი არა მე შენ მოგცემ პენსიას, მე შენ მოგცემ იმას, რა ქვია, თვარეზე გაგაფრენ. არამედ შეხედეთ ის რეალურად რას თავაზობს. ერთადერთი მაგალითად ერთი პარტია რო გამოჩენილიყო და ეთქვა მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა რომ მოვაგვარო სკოლაში უფასო კვება ბავშვებისთვის. აი ეს და უფრო დამაჯერებელი არის. რომ იმის გარდა ის დიდი საქმე არის. მართლა უფასო კვება ეს ადვილი კამე კი არ არის, ეს თელი სოფლის მეურნეობის სისტემა უნდა აამუშაო. ანუ სოფლის მეურნეობაში ირიბი ინვესტიცია მიდის მუდარმაზარი. 800 მილიონი და 1 მილიარდი უნდა ჩაიდოს იქ, რომელიც მოიტანს უფასო კვებას სკოლებისთვის. ადგილობრივი პროდუქციით, რა თქმა უნდა. მაგრამ აი მაგი რო ეთქვა ვიღაცა, აი ეგ უფრო დამაჯერებელია, ეგ უფრო მისაღებია, ვიდრე ნატოში შევალთ, ევროპაში შევალთ, იქ შევალთ, რა ქვია, სამხრეთ აფრიკის გაერთიანებაში და რა ვიცი, კიდევ სადმე გავფრინდებით. არავინ არ ფიქრობს ადამიანზე, ბატონო დავით. რამდენი ადამიანია საქართველოში, აი ავამყოფები გინდა, მოხუცები გინდა, ელემენტარულად უპატრონოები რომლებიც უამრავი ბავშვები რამდენია უპატრონო ქუჩებში.
ბევრი. მეტროებში ჩადით უბრალოდ რა ხდება იქა, ხო? ეს საშინელება არის, კაცო. ანუ ჩვენ მომავალზე როგორ ვფიქრობთ? თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. ეგ ფაქტიურად ჩვენი ქვეყანა დგას ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე. აი თუნდაც რატო, იცით? აი მაგალითად რამდენი ავადმყოფი ადამიანი. დავანებოთ იმ შიერ ბავშვებს თავი და გაეროს მონაცემებს, რომელიც ადრე 300 ბავშვი კვდებოდა წელიწადში შიმშილით, ახლა უკვე 800 დაწერეს. მე მჯერა ამ ციფრის, მაგრამ აი ძალიან მყარ მოცემულობა შევეხები საფრანგეთში სერიოზული ნაკადი იყო საქართველოსდან ავადმყოფი ადამიანების და ამ მოტივით გაიზარდა თავშესაფრის მოთხოვნა. ამიტომ საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა საქართველოს სამედიცინო სფეროს და ესე იგი მოამზადეს ეს დასკვნა დადეს და შოკირებული დარჩნენ აქ ჩვენი სისტემით პირდაპირ დაწერეს, რომ ეს არ არის სახელმწიფო სისტემა, ეს არის კომერციული ბიზნესი და გამოავლინეს კონკრეტული ფაქტები და პრობლემები, რასთან მიმართებაში ზუსტად გეტყვით. დიაგნოზის დასმასთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე არასწორი დიაგნოზით მკურნალობის შედეგად დაზარალებული ბავშვების, ბატონო გოჩა, აი კიბო არ ქონდა ბავშვს. დაუდგინეს კიბო, უმკურნალეს კიბოს მიმართულებით, დაყროვდა ბავშვი, გახდა ყრუმუნჯი. მშობლებმა შეიტანეს სარჩელი სასამართლოში და აღმოჩნდა ამ კლინიკის დირექტორი ქართული ოცნების პარტიის დეპუტატის ცოლი და ამიტომ გამოატანიეს მერე სარჩელი უკან და ეს ყველაფერი ფრანგულ დასკვნაში ასახულია. ამან გამოიწვია მერე სამართლებრივი კაზუსი. და გაიშალა ეს პრობლემა ყველა მიმართულებით. ეს ბატონო დავით, ეს მარტო მედიცინა არ არის. ახლა მე რა შორს წავიდე, ახლა დედაჩემი დაიღუპა, იმიტომ რომ არასწორი დიაგნოზი იყო თავიდან დასმული. და მე რო აღმოვაჩინეთ რა იყო, უკვე გვიანი იყო. მე გეუბნებით ეს მაშინ, მაგრამ ეს ასე არის, ეს ასე იყო, ყველა მიმართულებით ეს ასეა. ძარცვა მიდის ხალხის ბატონო დავით. ესე იგი, ეს არის სამედიცინო მიმართულებით. ბიზნესია სამედიცინო საქართველოში. ბიზნესი გახადეს, აი ფულის ამოღების ის, აბა ადამიანი კვდება და რამე გაყიდის ფინანს და ფულს გადაიხდის. ანუ ფულზე არის გადასული კლინიკების და ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები. მაგას სხვანაირად ვერ და როგორ შეიძლება 300%-ით ძვირი იღირდეს შემოტანილი, ესა რა ქვია, წამალი საქართველოში. როგორ შეიძლება თურქეთში იმხელა გადასახადების მქონე ქვეყანაში წამალი იაფი შეიძლება იყოს ჩვენთან შედარებით? და დონაცია სახელმწიფოს მხრიდან ნულოვანი დონაცია, ესე იგი მისი მოქალაქის ჯანმრთელობის საქმეში გაწეული. რა თქმა უნდა. მე ნებისმიერი მიმართულება, იგივე სოფლის მეურნეობა აიღეთ, კაცო. როგორ შეიძლება ხახვი იყოს იმპორტირებული, რა ხახვის მოყვანა არ შეგვიძლია? თუ კარტოფილის მოყვანა არ შეგვიძლია საკმარისი, თუ რა ვიცი, ყველა მიმართულებით არის ჩავარდნა. ბატონო დავით, იმიტომ რომ ჩავარდნა ეკონომიკაში. აი რატო არ ვაწყობს მაგალითად ოპოზიციას საუბარი? ან მთავრობას საუბარი აქტუალურ საკითხებზე. იმიტომ არ აწყობს, რომ ერთიც და მეორეც იმპორტზე სხედან. ერთიც და მეორე სათამაშო ბიზნესიდან იღებენ ფულებს. ერთიც და მეორე კრიშავენ თავიანთ ბიზნესებს. გამიგეთ? და იმათ ურჩევნიათ საჯაროდ, აი შე რუსეთო, აი შეუნიათო, აი შე ასეთი გინდა, აბა მომიგინდა ერთმანეთის ძახილი, იმის მაგივრად რომ ისაუბრონ აქტუალურ თემაზე. სოციალური საკითხების როგორ გადაწყვიტონ, როგორ შეაჩერონ ემიგრაცია, როგორ შეაჩერონ ეს უკანონო მიგრაცია საქართველოში. უკანონო, აი პირდაპირ ამ სიტყვაში შემოდის 1000 გადაჯველი. აი როგორ შეიძლება რომ საქართველოს დაბადებულ მოქალაქეს მოედავო იმაში, რომ ის აქცენტით ლაპარაკობს, აი როგორც ახლა ჩემი მეგობრის ის არის ოჯახის წევრები აფხაზეთიდან, დევნილები, რომელიც რუსეთში ცხოვრობდნენ, ქართული ენას აქცენტით ლაპარაკობ და მოქალაქეობა არ გეკუთვნითო. აი ეს რადონის დეგენერატები უნდა ისხდნენ იქა, რადონის დეგენერატები, ასეთი დეგენერატების ხედან ყველგან. წარმოიდგინეთ. საქართველოში დაბადებულ ადამიანს, რომელსაც ქართული სკოლა, ქართული ცნობიერება გააჩნია, უბრალოდ ცხოვრება მოიტანა, რომ ან დევნილი გახდა, ან სამუშაოდ წავიდა, ან სხვა რაღაცა ოჯახური პირობები. და იმას ართმევ მოქალაქეობას და შენაძლევს მოქალაქეობას, ვინც ფულს გადაიხდის $30,000 სააკაშვილმა დააწესა და იხდიდნენ ფულსა და
100,000-ზე მეტმა კაცმა მიიღო მოქალაქეობა თავისუფლად без პრობლემის გარეშე. საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზეთში დაბადებულ ადამიანებს, აფხაზებს და იმებს ეუბნება თქვენ აქცენტით ლაპარაკობთ ქართულად. ესე იგი ის ინდუელი და ის არაბი რო იღებს მოქალაქეობა და თურქი, ისინი სულ ხაფასხუფით ლაპარაკობენ უაქცენტოდ. აი რა პოლიტიკა მიდის საქართველოს ქართველების გარეშე. ეს არის მათი პოლიტიკა. იმიტომ რომ ქართველი შემოუწრიალდება და ეთქვის, რომ შენ ასე არ უნდა გააკეთო ან რაღაცა და ეს ემიგრანტი მაგას არ ითქვის, გამიგე? ემიგრანტის ფსიქოლოგია არ არის იმაზე ის გადარჩენაზეა ის რაღაც ფეხის მოკიდებაზეა და ასე შემდეგ, სანამ რომ მისი შვილი გაიზარდოს. ისინი პრეტენზიას არ წაუყენებენ და საქართველოს მოქალაქე ქართველი ადამიანი წაუყენებს პრეტენზიას თავრობას, ადგილობრივ თავრობას, ვიღაცას. და მიდის ასე ვთქვათ, კიდევ ერთი 800,000 ადამიანი უნდა დაიცალოს საქართველოდან. აი ეს არის მათი გეგმა, მეტი არაფერი. რომ საქართველო გახდება მარტო დასახელება საქართველოს. და საქართველოში იქნება იგივე რაოდენობის ხალხი, როგორც ეხლა ლონდონში არის, მაგალითად, 30%-ია ინგლისელი სულ ლონდონში. 70% არის ჩამოსული ემიგრანტი. პაკისტანელი, ირანელი, თურქი ხო და ეს არის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი მიმართულება, გლობალიზაცია არ არის, ეს არის ეს არის ლიბერტალიანური მიდგომა ეკონომიკაში, ლიბერტალიანური მიდგომა პოლიტიკაში, ლიბერტალიანური მიდგომა ურთიერთობაშიც. აი როგორ შეიძლება ახლა რაღაც არის გარკვეული ზომები ჩვენ კავკასიაში ვცხოვრობ და ის არ უნდა გადავღლახოთ ის საზღვრები, წითელი ხაზები, რა ჩვენ ადათ-წესებს და ასე ტრადიციებს დაარღვევს. და რომელსაც ვერ გაუგებს ჩვენი მეზობლები, უახლოესი მეზობლები, გინდა ჩეჩენი, გინდა სომეხი, გინდა აზერბაიჯანელი, ხო? ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, სად ცხოვრობთ. ხო, მაგრამ გულახდილად გეტყვით, მე ზოგადად ისეთი მიდგომის, რომ აი ეს ნაციონალისტური მიდგომის წინააღმდეგი ვარ, ამაზე ჩემი შეხედულება მაქვს და იმიტომ, მაგრამ რა არის, იცით, თუ სახელმწიფოს აშენებ, ძლიერ სახელმწიფოს აშენებ, იქ ვერ დადგები და ვერ გაუზომავ ვერავის ფეხის თხემის იმას რა ქვია, აი ამით ემთხვევა თუ გენეტიკურად ქართველია თუ არა. პირველ რიგში ძლიერ სახელმწიფოებს აქვს თავისი დოქტრინა იმისთვის, თუ როგორ ეძებენ ისინი მოქალაქეებს და როგორ უშვებენ ისინი შიდაგულში რა კატეგორიის ადამიანებს ცნობიერებითაც უნდა იყვნენ იმ სახელმწიფოზე და იმ საზოგადოებაზე მორგებული. საქართველოს ჩვენ უფრო დიდი პრობლემები გვაქვს. არა თუ ვინმეს აქცენტზე მიდავებაზეა საკითხი, არამედ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან. საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს თავის პირდაპირ მოვალეობას უზრუნველყოს საქართველოს ეთნიკურად განსხვავებულ კუთხეებში ქართული ენის პოპულარიზაცია და მიზანმიმართულად ჯგუფებია ჩამოყალიბებული, რომელიც ებრძვის საქართველოში ქართულ ენას. აი უკა დავასრულებ, ებრძვის მეგრული ენის სიყვარულის მოტივით. ამაში ცდილობენ ჩართონ სვანური ენის სიყვარულის მოტივით და გაყონ საქართველო იქ ლაზები არიან, იქ ესენი არიან, იქ სვანები არიან და ეს ყველაფერი იმართება ძალიან ცნობილი გეგმით, რამაც დაგვაკარგია ჩვენ აფხაზეთი, რამაც დაგვაკარგია ჩვენ სამაჩაბლო და ამ ის იდეის ავტორი არის ჩვენი მეზობელი რუსეთში. ყველამ კარგად იცის. ეს უბრალოდ რა არის, იცით? ის უწყება, რომელიც დღეს დაკომპლექტებულია კარფურის თანამშრომლებით, მე არ ვაყენებ არც ერთ კარფურის თანამშრომელს შეურაცხყოფას მომიტევოს თუ მან ასე გაიგო, მაგრამ ადამიანი, რომელიც მივიდა კარფურის მაღაზიაში საყარაულოდ, მისი ადგილი სახელმწიფო უშიშროებაში ასე მარტივად არ არის. მაგას თავისი წესები აქვს. და როდესაც აი ასეთი გლობალური უბედურება ჩვენ გვჭირს, ჩვენ განვიცდით სახელმწიფოებრივ გადატეხვას. როგორც შიგნით, ისე მსოფლიო პოლიტიკასთან მიმართებაში და აღმოჩენილი ვართ, როგორც იცი, ბოლოს და ბოლოს რა ბუნება ხვლიკია, ის იფერება, რომ გარესამყაროს რაღაცნაირად მიესადაგოს. ჩვენ ვართ, როგორც იცი, პიკასოს ნახატზე როა, იმაზე ყვითელზე შავი დატყეპებული რა, პირდაპირ ასე კონტრასტულად, აი ესე გამოვიღურებით ყველგან. კი, პირველ რიგში მართალია ბატონო დავით, ესე ქართული ენა პოპულარიზაცია კი არა, უნდა იყოს კანონის დონეზე აყვანილი, რომ ქართული ენა უნდა იყოს ყველგან. პატივი უნდა სცენ
მაგალითად მე მარჯანიშვილზე რო გაივლის თურქულ და რუსულ და რა ვიცი რა ენაზე აღარ არის რესტორნები, კაფეები, მენიუები, ასე ვთქვათ, მენიუ რა ქვია, საჭმელის ჩამონათვალ, ხო, საკვებისა, ხო. ყველაფერი უნდა იყოს ქართულ ენაზე. გამიგეთ, ყველაფერი აბსოლუტურად. პატივი უნდა სცენ ქართულ ენას. ასევე უნდა შემოვიდეს პოლიტიკა. საქართველოს მოქალაქეობა თუ უნდათ, ყველა ახალი შემოსული მოქალაქე უნდა გადაიკეთოს გვარი ქართულ, როგორც ეს თურქეთში არის. იყოს ქართული წარმოშობის, ასე ვთქვათ, იყო რაღაცა, რა ვიცი, მე არ ვიცი ეს როგორ შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ თურქეთმა ეს გააკეთა. იმიტომ რომ თურქები თვითონ იყვნენ მცირე რიცხოვნები, მაგრამ ასეთი პოლიტიკით მათ ფაქტიურად გაათურქეს მთელი, ისა ვთქვათ, მოსახლეობა. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოს. ეს არის იმპერიული მიდგომა და ჩვენ ვართ პატარა იმპერია კავკასიაში. ორი მიდგომა არის ეს, ხო, წარმოშობას კი არ უკარგავ, არამედ საქართველოს მოქალაქეობა თუ უნდა ქონდეს ქართული გვარის მატარებელი ადამიანი, ხო? და всё, მორჩა, ესე უნდა იყოს საქართველოში. ეს ერთი, მეორე ენა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. ყველგან შენ თუ პატივს არცემ შენ ენას, სხვა როგორ უნდა წარმართო შენი ქვეყანა. ეხლა არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ტრაბახობენ, რომ საკუთარ შვილებს ქართულად არ ელაპარაკებიან სახლში. ან რუსულად, ან ინგლისურად, ან რაღაცა გერმანულად და ეს არის დანაშაული, ასე ვთქვათ, საკუთარი ბავშვების წინაშე პირველ რიგში. არ შეიძლება შენი ენა ასე არ გიყვარდეს. მით უმეტეს უძველესი ენა, უძველესი კულტურა და უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენელი, ერთ-ერთი უძველესი, როცა ეგვიპტე არსებობდა ძველი ცივილიზაცია, საქართველოც არსებობდა მაშინ. კი ბატონო. ენა იბერია, გენა კოლხეთი, ისტორია თქვენ ისტორიკოსებიდანებით უკეთესად იცით. და როგორ შეიძლება ამის იგნორირება? აქ ერთ კენჭს იპოვიან რაღაცას, აი მე ამერიკას ფაქტს გეუბნებთ, აქ იპოვიან რაღაცა ქვას. ვიღაცა გენერალმა ესპანელმა დააფურთხა და აი ეს ქვა არის რაღაც რელიკვია 200 წლის წინ კი არა 100 წლის წინ რაც იყო და всё აი ეძებენ, იმიტომ რომ ხალხი ეძებს თავის იდენტობა, თავის ისტორია, რომც არ იყოს რაღაცა მოიგონებენ რაღაცას, ჩვენ მოსაგონი არაფერი არ აქვს, ჩვენ ყველაფერი გვაქვს. გმირებიც აქვს, ისტორიაც აქვს, კულტურაც გვაქვს. ქრისტიანობა მაგალითად ევროპას მოუტანა კულტურა. მანამდე იყვნენ ხეზე ცხოვრობდნენ ისინი რა ქვია, ყველანი ფაქტობრივად ველურები იყვნენ. ველურები იყვნენ. ხო, საქართველოში ქრისტიანობას კულტურა არ მოუტანია, იმიტომ რომ ის უკვე არსებობდა აქ. გამიგეთ? გერმანული ტომები, ვანდალები. ხო. ბარბაროსები იყვნენ და იმ დროს, როდესაც ჩვენთან კულტურაც იყო, მედიცინაც იყო, პოეზიაც იყო, დამწერლობაც იყო, მედია ყავდა ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც შემოიტანა ევროპაში, მან ბერძნეთში განაწევა კულტურა, ოქროსაწმისი, მაგის იგნორირება როგორ შეიძლება შენი ქვეყანა ეგრე არ გიყვარდეს, ხო? რა ვიცი, ისა გეტყვით გულახდილად რა, სულ ვამბობ ამას, რომ აი რეალურად რა ისტორიაც გვასწავლის იმას, თუ როგორი არ უნდა იყო, როგორც საზოგადოება, და ლიტერატურას და კულტურას, მაგრამ სულ ვამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რო არის მეთქი 200 წლის ბაბუაჩემის ყანაში მუხა დგას თქვა რა, სულ ვამბობ ამას და მაგრამ ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ეს ერი და ეს ხალხი ერი ნაკლებად, მაგრამ ხალხი დავამცირო. მაგრამ რაც შეძლო ამერიკელმა ხალხმა, ის ვერ შეძლო ბევრმა ერმა და სწორედ ეს არის გამოწვევა, თუ როგორი არ უნდა იყო. მაგალითად ინგლისელ მწერალს აქვს ჯორჯ ორუელს აქვს ესეთი ნაწარმოები ბესტსელერი 1984 და მე ეს რამოდენიმეჯერ წავიკითხე და გულახდილად გეტყვით ეს კაცი ხო არ იყო საბჭოთა კავშირში დაბადებული რა, მაგრამ იმან ასახა თუ როგორი არ უნდა იყოს საზოგადოება და ეს ნაწარმოები დაიწერა კაპიტალისტურ სახელმწიფოში რა და ალბათ ამის შიში კაპიტალისტურ სახელმწიფოებში რო არა ვიღაცის ლოგინში ჩაძრომრა, რო არა ვიღაცის ცნობიერების განადგურება, რო არა მამის შვილის წინააღმდეგ აღზრდის პროცესი, რო არა, აი ბევრი ამბობს, იცით, გულახდილად გეტყვით, ეხლა მე საფრანგეთი არ არის 200 წლის სახელმწიფო ნამდვილად, მაგრამ ამბობს, რომ აი საფრანგეთში ეს მოსულა, ის მოსულა, დემოკრატიაა და უკანალში ვიხმაროთ ერთმანეთი მე თქვენ გეუბნებით ასეთ რაღაცას, რომ მე აქ ვცხოვრობ, მე ამ ერის ნაწილი ვარ, ასე მქვია, იმიტომ რომ მე მათთან თანამ ვცხოვრობ.
და უყურებ მათ კულტურას და მეგობრები მყავს ფრანგები და ყოველ შაბათ კვირას ეკლესიაში აუცილებლად როგორ მამა ვინ არის, დედა ვინ არის, მისვლა მოსვლა, გამოკითხვა, აღზრდის წესი, აქ არის საზოგადოება და აქ არის ოჯახები, რომლებიც ვულგარულად ვერ ჩაიწმენ. ეს ბურჟუაზიული ოჯახები კი არა, ოჯახები, რომლებიც ატარებენ პირად სიწმინდეს, გესმით და ჩვენ სხვაგვარი აღქმა გვაქვს დემოკრატიის და კულტურის. აი, ჩვენ გვჭირს როგორი რაღაცა, იცი, ბატონო გოჩა, რადგან მე შემოვედი თქვენთან ამ კუთხით ამ დიალოგში, ხო? რუსთაველს თავის ნაწარმოებში, უკრაინ ნაწარმოებში ერთხოს ტყავსანში აქ ასახული ესეთი მომენტი ავთანდილი, როდესაც შედის გულანშაროში. საძებრად და კაცი იქირავებს, რომ იმ ქვეყნის ამბავი გააგებიოს და ამ ქვეყანაში ვაჭრები ცხოვრობენო. ამათი საზრუნავი ის არისო, მარტო რაღაცა მოიგონ, რაღაცა წააგონ. და ქმარი იმ ფატმა ხათუნის მეძავის ასე მოიხსენიებ, რომელიც გაიცნობს ავთანდილს, პირველი წავდა ცოლსეტყვის ჩვენსო იმაშიო, რა ქვიაო, სახელმწიფოშიო და ქალაქშიო. ლამაზი კაცი მოვიდაო. აი დღეს ასეთი მთავრობა ყავს. ჩვენს ისტორიულად ძლიერ ეს და ის რომ ჩვენ ხალხს არ გააჩნია კულტურული ცნობიერება, მომსპარია და დაკარგულია და შევნატრით სხვას, იქ რა ხდება ევროპაში, როგორ და ამერიკაში, როგორ ჩახტილია, მიგვიყვანა ამ მდგომარეობა. მე ბევრი ვიფიქრე ამას და მივედი ამ დასკვნას. გეთანხმები, დავით, ერთი ის არის, რომ ყველა ერშია ეს. მარტო საქართველო არ არის, ყველა ერში მოხდა ეს, განსაკუთრებით ძველ ერებში, ახლა აიღეთ არაბული ცივილიზაცია, აიღეთ სპარსული ცივილიზაცია, აიღეთ მანამდე სპარსეთის იმპერია რო იყო მაშინ და დარიოსი რო იყო და ესა იყო მთელი მსოფლიო ეგ იყო ფაქტიურად, მაგრამ სად არის ახლა ეგ? მაგრამ ეს აღმავლობა და დაღმავლობა ყველა ერთს ახასიათებს. თუმცა ბატონო გატიეთ, მე მეგობარი მყავს ირანელი სპარსი აქ და სხვათა შორის მათ ნაზიარებია ფრანგულ კულტურას, რა თქმა უნდა, ყველაფერი, მაგრამ ომარ ხაიამი რო უხსენე, ლამის ატირდა. ყველას მე ამითი რატო უსვამ ხას, იცი? აი იმ ლამაზმა შირაზელმა თუ განკურნა ჩემი დარდი, მზად ვარ მე მის ფეშკად მივსე სირია და სამარყანდი. გონდა ირანულად ვერ უთხარი, მაგრამ გადავეცი, ეს მიდევს ოთახში მარტო იქნი არა, ბელია ბევრი პოეტები, მარტო ეს სპარსელებს რაც პოეტები ხავდა. მამინდა იცით, მაინც ყველა ქვეყნის შვილს უფრო მეტად აქვს თავისი იდენტობა, გამჯდარი თუნდაც ირანელს საკუთარი სამშობლოს, რომელიც არის აქ, ვიდრე ქართველს. და ესა ჩვენი განათლების სამინისტროს ბრალი, ესა იმის ბრალი, იმ ცნობიერების ბრალი, რომელიც დაანგრიეს ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ეს რაც არ უნდა იყოს, ბატონ დავით, ყველაფერი მიდის ეკონომიკასთან. ეკონომიკის სიძულვე მოიტანა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ბრალი არის, საზოგადოების ბრალია, ჩვენზე უფროსი საზოგადოების ბრალიც არის ეს კომუნისტური სისტემიდან გადმონაშთი ადამიანები, რომლებიც მაშინ მართლობაში მოხვდნენ. ყველანი არა, მაგრამ უმეტესობა გადართული იყო რა მოეპარა, რა წაიღო, სად ჩამოეწერა და ასე შემდეგ, თორე წარმოიდგინეთ, საქართველოს გამოეყო საბჭოთა კავშირი. საქართველოში იყო მანქანათმშენებლობა, გემშენებლობა, სარხების წარმოება, ელექტრონიკის წარმოება, მეტალურგია, სამთო ისენი რა ქვია, მოპოვება გინდა, ქვანახშირი გინდა, მარგანეცი გინდა, ნავთობის მოპოვება, გაზის მოპოვება, ყველა ინდუსტრია იყო საქართველოში. რა გაუკეთეთ ამ ინდუსტრიას? თქვენ ვერ ნახავთ ასეთ პატარა ქვეყანას ნებისმიერ მსოფლიო წერტილში. ეხლა მარტო რომლებსაც ჰქონდეს ეს ყველაფერი ერთად და არ იყოს განვითარებული, მაგალითად კორეა ავიღოთ. მანქანათმშენებლობა და გემშენებლობა ერთდროულად, ან კიდე რაღაცა წარმოება, ისეთ სერიოზული მეტალურგია მძიმე ისა, ხო? ეს შეხედეთ არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ რო გამოვიყეთ, ჩვენ ეს სიმდიდრეები გქონდა, არა მარტო სიმდიდრეები, თვიდარი იყო ის, რომ სპეციალისტები ყავდნენ, განათლებული ხალხი იყო, განათლებული ინჟინრები ყავდნენ. რა გააკეთეს? დაანგრიეს ყველაფერი, ხო? ამ აღთქმების გამო. კი, იყო 100 წლის წინ რაღაცა იყო. იმ რუსებთან, იმ თურქებთან, ისე, მაგრამ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. ჩვენ შვილებს დღეს შეიათ. მაგაზე არავინ არ ფიქრობს. გამიგეთ? და ჩვენ ეს ყველაფერი დავანგრიეთ, ჩარხები
ჩალის ფასად გავყიდეთ, ყველაფერი გავანადგურეთ, ეხლა ვზივართ და ვინ არის დამნაშავე. ვუყურებთ ერთმანეთს. ეს რო არის ანეკდოტი თათრივირების გამოფენაზე რა. აი ეგეთი მომენტი არის ახლა საქართველოში. ვინ არის დამნაშავე, ან სად არის ეს თათრივირია და ერთმანეთს ვუყურებთ, ხო? აი ეს არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ტვინის განძრევა, წიგნების საკითხვა და ის ვინც კითხულობს იმას არ აქვს არანაირი შანსი ამ ჭაობში, რომ გამოვიდეს და რაღაცა სიკეთე გააკეთოს. იმიტომ რომ ეს სისტემა შექმნა, თვითონ კონსტიტუცია არის დაწერილი ისეთნაირად და დაწერილი, რომ სახელმწიფო არ განვითარდეს ბატონ დავით. პრობლემა ჩვენი არის იწყება სადა? კონსტიტუციიდან. ასეთი კონსტიტუციით საქართველო ვერ განვითარდება. ასეთი კონსტიტუციით ჩვენ ნებისმიერ ომს წავაგებთ. ნებისმიერ იმასთან, ოცეულთან, მე არმიებთან, ოცეულთან წავაგებთ ომს. იმიტომ რომ იმ კონსტიტუციაში არ არის გაწერილი ყავს თავარსარდალი, არა აქვს შტაბი, არც ინსპექცია, არც მმართველობა, არც ძალების უფლება გასცეს და არც არაფერი. კასტრირებული ის არის, რა ქვია, მთლიანად დეგრადირებული სისტემა. ჩვენ არ გაგვაჩნია ჯარი, არა გვაქვს თავდაცვა, არა გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოება. საზღვარი დღემდე ვერ დაგვიდგენია. ხო? სახელმწიფო ორიენტირებულია ადამიანი გაძარცვოს. სახელმწიფო ორიენტირებულია რომ შენ დაგაჯარიმოს, როგორც პაცირების დასის პატრონე. სახელმწიფო ორიენტირებულია რომ შენ ყველანაირად გაგანადგუროს წაგართვას, იმიტომ რომ შენ მონახარ, წადი და ეს ასეთი მიდგომა არის. სამწუხაროდ საქართველოში. სანამ ადამიანები არ მოვლენ და არ დაიწყებენ ზრუნვას, ეს ხო იცით, თევზი თავში ილპევა, მაგრამ ბოლოდან იჭრება. ხო გამიგეთ? თავი კი დამპალია, მაგრამ ვინც არის ჩვენ ბოლოში, ვინც ავართ, ასე ვთქვათ, ხალხი. ჩვენ ვართ განკვეთილები ყველაფრისგან, ასე ვთქვათ, გარიყულები. და მაგიტომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა, როგორ გვინდა. ეს პარტიები მე ახლა 100% დარწმუნებული ვარ, აი 1000%-იცაც. ივანიშვილს ახლა რო ქონდეს შანსი გადასცეს ხელისუფლება გადასცემს და გაიქცევა სადმე დაიმალება, იმიტომ რომ მისი ტიპოლოგია ეგ არ არის, რომ სახელმწიფო მართოს. მის საქმე ფული აკეთოს. ან რაღაც საქმეში იყოს, ან ასაკი აქვს ისეთი რომ დაისვენოს. მაგრამ ვის ჩავი არ არის, ანუ შევარდნაძეს ყავდა ჟვანია და სააკაშვილი და ბურჯანაძე. გადააბარა მან. სააკაშვილმა ყველანი მოაცილა, მაგრამ იზოლებული იყო გადაეცა უკვე ივანიშვილისთვის. ივანიშვილმა ვის უნდა გადასცეს? აი ვის? არავინ აღარ გამოჩნდა. ამიტომ ხალხში უნდა აღორძინდეს ახლა ახალი პარტია, ახალი მოძრაობა, საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა დაფუძნდეს. რომელშიც იქნება გაერთიანებული ჭკვიანი ხალხი, პროფესორები, რაღაცი სპეციალისტები, ინჟინრები, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ვინც ფიქრობს, კარგი იურისტები, ვინც იფიქრებს, როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს, რომ იყოს საქართველოს წარმატებული. ასეთი კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს, ჩვენ მაგით ვერაფერს ვერ მივაღწევთ. იმიტომ რომ კონსტიტუცია არის თვითონ დაბრკოლება. იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს თავრობაში ვერ მოვიყვანთ ვერასოდეს პროგრესულად მოაზროვნე საქართველოსი კარგი გაგებით ვამბობ. მე ახლანდელი პროგრესულად მოაზროვნებს კი არ გულისხმობ. არამედ საქართველოს ორიენტირებულ ადამიანებს, ვინც საქართველოს განვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და აღორძინებაზე იზრუნებს. არ არიან ესენი. ვერ მოიყვან. მაგას სხვათაშორის გიტლერი ამბობდა, ის გერმანიაში რომ ვიდა, ასეთი კონსტიტუციითო წესიერი კაცი ხელისუფლებაში ვერ მოვა, მაშინდელ გერმანიაზე თვითონ ლაპარაკობდა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენც იგივე პროცესები გვაქვს. წესიერი ადამიანი ვერ მოვა ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ნაძირლები შედიან. აიღეთ ერთი რა ქვია, პარტია, ერთი ორი სახე ჩანს და პარაოზივით უკან ერთი 8 ნაძირალა, ერთი სულცირე უდგა უკან. ისინი შევლენ, მე გვიკვირს თავრობა რატო არ დაკომპლექტებული იმეებით. რა ქვია, ღობეგლეჯიაშვილებით. და იმეებით, რა ქვია, მეძავეებით. აქტიურობა არის და არ არის კონტროლი, სამოქალაქო კონტროლი არ არის და რა თქმა უნდა. მაგიტომ ჩვენი მაგალითად თუ გვინდა რომ საპარლამენტო იყოს, კი ბატონო იყოს საპარლამენტო, მაგრამ სულ მაჟორიტარული უნდა იყოს. თუ ადამიანს საკუთარ სოფელში და საკუთარ რაიონში არ აძლევენ ხმას, იმან ქვეყანას როგორ უნდა მიხედოს, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, აიყვანეთ ნებისმიერი ახლა ლიდერი, აი გვარამია აიყვანეთ და მას ხმას მისცემს მაგალითად მისი რაიონი. მისი ოჯახის წევრები მისცემს ხმას. რეალურად ვამბობ. ეხლა ხო ეს
ბიზნეს დაფინანსებული იყო თავიდან ბოლომდე ეს გვარამიაც და მელიაც და ისე რა ქვია, და ოპოზიციაც. მორგოში ეს ეხლა ხო, ესენი ყველაფერი მაგათ დაფინანსებულია, ეხლა ზღაპრებს ნუ რავი მოგყვება, თუ გინდა გეტყვით საიდანაც მისცეს ფული და როგორ მისცეს. და ვინ მიიტანა. მაგის სახელებიც არის და გვარებით, გამოძიებაო. მაგრამ მაგი არ არის, გამოსაძიებელიც არ არის, ნაგავში ქექვა ეხლა ვის რა ხდება. აი, მაგრამ ეს ხო ფაქტი არის, რომ ჩვენ არა გვყავს პროგრესო, ერთ ადამიანს ვერ აიყვან და აი, სულ საკუთარ სოფელში ადამიანი ხმას არ მისცემს, იმან რაიონს როგორ უნდა ხელმძღვანელოს, ამ პირიქით, რაიონში თუ არ აძლევს ხმას ადამიანი, იმან რეგიონს როგორ უნდა უხელმძღვანელოს, რეგიონში თუ არავინ დაიცნობს და იციან, რომ ბატია და ორი ბატის ჩაბარება არ შეიძლება, მასე ქვეყანაში როგორ უნდა ჩააბარო მას? ხდება ხოლმე ესეთი ადამიანები ჩვენ ქვეყანაში პრეზიდენტები ხდებიან. რისი თქმა მინდა, იცით, მე მინდა მიმართო აქედან ჩემ გამომწერებს, რომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ ეს არხი, გააზიაროთ, გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს, თქვენს მეგობრებს, ვისაც თქვით, რომ საჭიროა რომ ეს ვიდეო ლაივი მან იხილოს, იმათაც გადაუგზავნოთ ეს ლაივი, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით მაგისი. ამიტომ პირველ რიგში გთხოვთ გააქტიუროთ გამოწერის ხილაკი და შემოგვიერთდეთ აი აქ ჩვენ ვაწარმოებთ ესეთ ქოცებისთვის და ნაცებისთვის საშიშ დიალოგს და სხვათა შორის კორექტულად, იმიტომ რომ ბევრს ეშინია იმისი, რომ თურმე ბოროტებას ვასხივებ. არა, ბოროტებას არ ვასხივებ, სიმართლეს ვასხივებ აქედან. ცოტა უფრო მძიმე სიმართლეს ვლაპარაკობთ და ალბათ უფრო მძიმეც არის სალაპარაკო. გასაკეთებელია ბატონ დავით, აი ახლა გეტყვით, ახლა აი ყველა ადამიანი ვინც ისმენს, დაახლოებით ჩვენ ბევრი კარგი ადამიანი ემიგრაციაში, ისე როგორც საქართველოში, შევეცდებით რაღაცა საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნათ უახლოეს 2-3 თვეში. ეს არ იქნება პოლიტიკური პარტია, შეიძლება პოლიტიკური პარტიაც იყოს რაღაცა, მაგრამ ეს იქნება იმ ადამიანებით დაკომპლექტებული, რომლებიც საქართველოზე იზრუნებს. იმიტომ რომ მე მაგალითად ახლა ავიღოთ ჩვენი აი არავინ არ უკვირდება ერთ რამას ბატონ დავით. აი მაგალითად მე ვარ 52 წლის, ხო? აი რაში მჭირდება მილიონები მე. როცა 15-20 წელიწადში ღმერთმა მეტი მომცეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ აღარც ვიქნები, ხო? სად უნდა წავიღო? გაცხოვროთ ბატონოგოჩა თქვენ სად უნდა წაიღო საიქიოში ის მილიონებს რო იპარავენ, ხო? და სადმე აქვს, აი ვერ გავიგე, აი მილიონი ვერ ძღებიან. ბოლოს და ბოლოს, როდესაც მიხვალ უკვე ზღვარზე, მიხვდები, რომ ერთ ატომის ნაწილაკსაც ვერ წაიღებს საიქიოდ. მაგიტომ ადამიანურად იცხოვრე, ხალხისთვის იცხოვრე, ოჯახისთვის იცხოვრე, შენი შვილებისთვის იცხოვრე. შენ ნახავ, რომ აი ღმერთმა ყველა კარგად დამყოფოს, მაგრამ ეხლა დღეს ვინც ბევრი ფული იშოვა, მათი შვილები იმათ ხოვრებენ. ეს იაპონური ანდაზაა. ეს ვინც ფულს აკეთებს და ვინც შრომობს და მისი შვილები უზრუნველყოფილები არიან, მათი შვილები მათ ხოვრობენ. ეს იაპონური გამოთქმაა. მაგიტომ მაგაზე არ უნდა დაფიქრდნენ, რომ ადამიანებზე იფიქრონ. ჩვენ დაახლოებით 1 საათზე მეტია ვიდეო ლაივში ვართ და თქვენი სიტყვა და შემდეგ დავემშვიდობოთ მაყურებელს და კიდევ რა თქმა უნდა შევხვდებით. დიახ, აუცილებლად, აუცილებლად. დიდი მადლობა ბატონ დავით, დიდი მადლობა შენს მაყურებელს. იმედი არ უნდა დაიკარგოს, ევოლუცია არის გზა და არა რევოლუცია და გადატრიალება. გამოდის ჩვენ გადატრიალებას გამოვცადეთ და ჩვენ რევოლუციას გამოვცადეთ და დღეს ვართ იქ, სადაც ვართ. ესე იგი არც ერთი მუშაობს და არც მეორე. და ჩვენ ის რესურსი არ გაგვაჩნია, რომ რევოლუციები და გადატრიალებების გზით ვიაროთ, იმიტომ რომ 3 მილიონიდან ახლა 2 მილიონი თუ არის საქართველოში, მაგაზეც მადლობა უნდა ვთქვათ უთხრათ ღმერთს. მადლობთ. მე მიმართავ კიდევ ერთხელ ჩემ გამომწერებს, ეს იყო ჩვეულებრივი დიალოგი ორი სამოქალაქო პირის, ორი ქვეყანაში შეყვარებული ადამიანის და სწორად აღნიშნა ბატონმა გოჩამ, ჩვენ შეიძლება, როდესაც რომ მოგვიწევს, ატომის ნაწილაკიც არ ვიყოთ და ხაი ამ სრულ აქ ნათქვამი. კაცის წვალება მის ცხოვრებას აღმატებულა, ღმერთმა თავიდან ის სიკვდილით ავალდებულა, ნეტავი იმას, ვისაც ქვეყნა და რუცხორია, ნეტავი იმას, ვინც სულაც არ დაბადებულა. და მართლაც ასია ხანდახან ომარ ხაიამს აქ ნათქვამი, კარგად კიდევ ერთი სიტყვა, აი კარგად მახსოვს ბავშვობიდან მახსოვს, ხოლმე ზუსტად აღარ ვიცი როგორ იწყება, ესე იყო. რამდენიც არ უნდა იცხოვრო, გინდა 1, 10, 1000-იც კიდე, სულ ერთი ამ ქვეყნიდან უნდა წახვიდე. ამი ომარ ხაიამის სიტყვა.
ჯობია რა, ჩემო კარგებო რა, სანამდე ცოცხალი ვართ ჩვენ, სანამდე ჩვენი ცნობიერი კოდი ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ღმერთმა მოგცა აზროვნება ქართული ენით, სადაც არ უნდა ვიყო, ჩვენ დავრჩეთ ქართველებად და ვაკეთოთ ქართულისა. გაიხარეთ, კი ბატონო, კი ბატონო. კი იხარეთ. ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად სასწაულო ბრძანდებოდეთ. იყო თქვენთან საუბარი. დიახ, დიახ.